მოკლედ მეგობრებო, მოგესალმებით. დილის 6 საათი უბრალოდ დილომშვიდობის. მიემგზავრები ბათუმისკენ, ეს ჩემი ბარგი ესე ვთქვათ. და იწყება ჩემი 5 დღიანი მოგზაურობა ბათუმში. რა ვნახოთ როგორი გამოვა. ძალიან საინტერესოა ჩემი პირველი ვლოგია ესე ვთქვათ და დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესოდ ჩაივლის ეს 5 დღე. გაჩერება საათ თუ არა ზესტაფონში. მეგობრებო, შემოვედი სახლში და იწყება ჩემი პირველი დღე. პირველი დღე იწყება და რა თქმა უნდა, ხო გავამზადები და წავალ ბულვარისკენ და პლაჟზე. ახლა მივემართები ბულვარისკენ, სანაპიროსკენ. ახლა ზუსტად ამ ადგილას ვარ, ტბასთან. რამდენიმე მეთევზეც შევამჩნიე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცხელა, მაგრამ ზაგარისთვის კაი ამინდია. ზაგარში ძალიან კაი ამინდია და ნახოთ როგორ განვითარდება დღევანდელი დღე. მოკლედ მეგობრებო, აქვე მინდა დავამბატო სანამ ვიყო დანიშნულების ადგილზე. ჩემთვის, პირადად ჩემთვის სხვისი აზრია, მოკლედ. ჩემი აზრით, ჩემთვის გურული და აჭარული კილო არის ყველაზე მისაღები, ყველაზე ხალისიანი, ყველაზე პოზიტიური, მოკლედ, კაი ხალხია თან ჩემთვის. არ ვიცი ვის როგორი დამოკიდებულება აქვს, ეს ხოლმე ჩემი აზრია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ძალიან ბევრი მეგობარი წავს პრინციპში და ძალიან მიყვარს ეს ხალხი და მაგათ კილოზე ხო საერთოდ რა ვიცი, რაღა მეთქვის რა და 1-2 უკვე შემომაშველეს რაღაცა რა და ბათუმი ძალიან კარგი ქალაქია. მე ბევრ კითხვას რო უსმენ და რაღაცა რა. ბიჭო, შარზე ხომ არ ხარ? წითაბი დამანებე და რა მეთქი რა. ხوار შეგიმჩნევია, ორი გოგო იყვნენ, ერთ-ერთი დის იყო. და ისი არჩევდა ჩელენჯი იყო გაკეთებული. არა, სამწუხაროდ არავინ არ იცის აი ამის შესახებ. ამიტომაც უნდა უყურო ნიკოლოზ ვასაძის ჩელენჯებს აუცილებლად. და ნახავენ აი აქ რა მოხდა. ერთმა ცნობილმა ქართველმა კომენტატორმა პოსტიც კი მიუძღვნა. ახალი აპარტამენტები ბათუმში ქორთიართ ესე უწოდა. იბრუნდებით მოკლედ, მივემართებით კვარიესკენ გადავეწყდი აგერ ჩემ მეგობრებს, აქეთ რაღაცა. ხო და მოკლედ მივემართებით კვარიესკენ და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. მიესალმე მაყურებელს. გამარჯობა. მეგობრებო, გონიოს ციხე, სადაც ურანის კონტეინერი იყო დამარხული, მოკლედ აქ ინახებოდა უბრალოდ. ცხელი ძაღლის მოყვარულები აუცილებლად მიხვდებით ამ ყველაფერს, გონიოს ციხე და ხასან ცეცხლაძე. აი მეც მეგობრებო, და მოვახტიეთ როგორც იქა, ხედავთ. ძალიან სუფთა და ძალიან ისეთი სხვა არის. ხალხი საკმაოდ არის. მოკლედ ესე მთავრდება დღევანდელი საღამო და პირველი დღე ესე დასრულდა მოკლედ. იწყო დღე მეორე და გუში გამორჩა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცის გადაღება სამწუხაროდ, მაგრამ შობს გვიანა მაინც
გეტყვით ეხლა რა გადამხდა და რა მოხდა. მოკლედ, პრინციპში ალბათ უკვე ხედავთ რაც მოხდა. პირველ რიგში რჩევა, რომ არავის ითამაშეთ ისეთი რაღაც რაც დარწმუნებული არ ხართ რომ მოიგებთ. მინიმუმ 80%-იანი ვარაუდი თუ არ გაქვთ და თქვენი თავის არ გიჭერას. მოკლედ, მით უმეტეს გოგოსთან, მოკლედ ერთი კვირა მომიწევს. აი ესე სიარული და ნახეთ რა, ესეთი ამბავია. ეხლა კი ნელ-ნელა გავიღვიძე, ვისაუზმებ და გავეშურები სხვისკენ. გადავწყვიტე აი ბორდით გავისეირნო ცოტა და თან ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს. ციხის ძირში ვაპირებ წასვლა, ძალიან ლამაზი გარემოა და აუცილებლად შემოგთავაზებ და გადავიდე ფიქაურებასაც. დროებით. მოკლედ ციხის ძირში ვართ უკვე. ესეთი ადგილია. ნახოთ როგორი ადგილი გამოვა. კითხვით მოვაგენით მოკლედ. აქ რაღაც მიტოვებული სახლებია. ლამაზი და საინტერესო ადგილია, მინდა გითხრათ. ესეთი მიტოვებული სახლი. აქ სავარაუდოდ ფრენბურთის მოედანი იყო ადრე. როგორი მიტოვებული სახლია? აი აქეთ არის ის ბილიკი სავარაუდოდ. აი ესეთი აქ დიდი ალბათობით წვადებს წვავდნენ. შეიძლება ახლაც წავედით. ესეთი ლამაზი ადგილია. ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და აუცილებლად მოგასწავლით, არ არის მარტივი სიმართლე რომ გითხრა, მოაგნო ამ ადგილს. აი ესეთი რაღაც ასავით ადგილია. საკმაოდ ლამაზი ფერია, არ ვიცი ჩანს თუ არა ვიდეოში. აქ რაღაც private property. და ესე მიდის გზა. საინტერესო ადგილი ჩანს. ჩემო მეგობრებო. Ora cai c'è un bar. Guarda bene. ლამაზია. აი ესეთი ბილიკი მიდის. რაღაც შეგრძნება მაქვს თითქოს საქართველოს არ არის. ძალიან ლამაზი ადგილი. ვაა. და უცებ ზღვა. მაგარია. ლამაზი ადგილია. ვიღაცები ფოტოებსაც იღებენ. მოკლედ აი სასწაული ადგილია. კიდე ვიდეოში არ ვიცი რამდენად გამოჩნდება აქაურობა. იმდენად რეალურად ძალიან რაღაც აღსაქმელი რთულია რომ მიხვდე რომ ეს საქართველოს ნამდვილად არ მგონია სიმართლე რომ გითხრათ რა. აი ესეთი რაღაცა. თუ დაგაინტერესებდა თუ მოგინდებათ და გზა არის იქ რაღაცა კომენტარებში დამიწერეთ და აუცილებლად აგიხსნით დეტალურად როგორ და რანაირად. ლამაზია. ახლა მოვედი ვისვენებ. და ცოტა დავისვენებ კი მეტყობა პრინციპში რაღაც რუჯზე. უფრო სწორად დამწვრობაზე, ცოტა დამწვარი ვარ, შემწვარი ვარ.
ხო და აი ესეთი ამბავი დამემართა, მაგრამ არა უშავს ხვალიდან ზეგიდან პრინციპში გადაინაცვლებს უფროსი შევში გადავა. მოკლედ ეხლა ვაპირებ დასვენებას ცოტას და ცოტა ხანში გავალ ჩემ მეგობრებთან ერთად საღამოს გავატარებთ როგორღაც ამ პანდემიის გამო რა თქმა უნდა ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ ну შეძლებს დაგვარად ბულვარში გასეირნება იქნება თუ ცოტა ალკოჰოლის მიღება და გაიქნება ჩემი აზრით. რაც შეეხება მინდა ვთქვა არხზე. არხზე მინდა ვთქვა რომ საკმაოდ ჯერ ერთი პირველი იმას ვიტყვი რომ ჩემი დებიუტი არის YouTube სივრცეში და მაინტერესებს კომენტარის სახით დამიწერეთ როგორი გამოვიდა ესე ვთქვათ დებიუტი, როგორი იყო, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, მოკლედ ყველგანაირი ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეეხება კონტენტს. Ну, იქნება რა თქმა უნდა ვლოგები და ძალიან მინდა რომ უფრო გავაქტიურე და უფრო ხშირად და უფრო სტიმული მომეწეს ასე თქვა ვაკეთო. ეს საქმე და პრინციპში ხობადაც გადაიქცეს. ეს უბრალოდ ცდილობა და ნახოთ რა გამოვა და რაც შეეხება კონტენტს ვაპირებ შემოვიტანო ცოტა სხვანაირი ტიპის კონტენტი რომელიც ქართულ YouTube სივრცეში როგორც ვიცი არ არის ну მე პირადად არ მინახავს რაც შეეხება ნიკოლას ვოისი ალბათ სახელზეც გაგიჩნდებათ კითხვა რატომ ნიკოლას ვოისი რატომაც აღარ შევცვალე იმიტომ რომ ნიკოლას ვოისი Instagram გვერდი მაქვს მე სადაც არის გახმოვანებები, ჩახმოვანებები, სახალისო პაროდიები და სხვადასხვა სახის, მოკლედ სახალისო გვერდია, რომელსაც აღწერაში დავტოვებ ლინკს და შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაfollow-ეთ და არინანებთ მოკლედ შეხვალთ და ნახავთ თქვენ თვითონ. რაც შეეხება YouTube-ზე, ვფიქრობ რომ ეს სტილიც გადმოვიტანო სხვადასხვა სახის. რაც შეეხება სიახლეს მოდი დავტოვებ საიდუმლოდ მირჩევნია და ეს ჯობს პრინციპში თქვენთვისაც მოულოდნელი იქნება და მგონია რომ უფრო საინტერესო. რაც შეეხება ჩემ დასვენებას, ახლა 2 დღეა ფაქტობრივად მაინც მარტო არ გამომივიდა, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან და ერთად გავატარეთ მაინც დღე. მაგრამ ხვალ მიდიან და დარჩენილი 3 დღე მაინც გამომივიდეს სიმარტოვეში და მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება. დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცნაირი სათავგადასავლო პატარა ისტორიებიც მედია განახდება. ეხლა კი რავი ვისვენებ და ცოტა ხანში გავ